ყველა ხსნი რას ნიშნავს სიტყვა ავტორიზაცია და აკრედიტაცია და ზოგადად რა მნიშვნელობა აქვს ამ სიტყვას, როცა ვლაპარაკობთ განათლებაზე, იმიტომ რომ ავტორიზაციის გავლის შემდეგ უნივერსიტეტი იღებს ფუნქციონირების უფლებას, აკრედიტაციის გავლის მერე კი ეს ნიშნავს იმას, რომ გარკვეული ფაკულტეტი ან მიმართულება უნივერსიტეტში აკმაყოფილებს ხარისხის ეროვნულ სტანდარტებს. და როცა ვლაპარაკობთ განათლებაზე, ორივე არის ძალიან მნიშვნელოვანი და აქედან ორივეს გასცემს ქართული ოცნება. დავაკვირდებით ბოლო პერიოდი რა ხდება, განათლების რეფორმა არის ძალიან აქტუალური და ეს მაგალითი, რომელსაც მოვიყვან, ძალიან კარგად აჩვენებს, რომ რეალურად ქართულ ოცნებას სულ არ აინტერესებს განათლების რეფორმა და განათლების ხარისხი, რეალურად უნდათ განათლების სისტემის ჩამონგრევა. იმიტომ რომ აქეთ ამ მხარეს არსებობს ბიძინას უნივერსიტეტი, რომელშიც არასდროს არ არიან სტუდენტები, არასდროს არ ივსება, ყოველთვის როცა არჩევის პერიოდი მოდის ხოლმე, სტუდენტები ირჩევენ სხვა უნივერსიტეტს. როგორიცაა მაგალითად ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი და ბუნებრივია, რომ სტუდენტები ამას ირჩევენ, იმიტომ რომ არის ყველაზე ცნობილი რეიტინგული ხარისხიანი უნივერსიტეტი მთელს კავკასიაში, რომელსაც ავტორიზაციას გავლილი აქვს თან არაერთგზის და აკრედიტაციას გავლილი აქვს მიუხედავად იმისა და მიუხედავად ამ ყველაფრისა, ქართული ოცნება მაინც ხურავს ამ უნივერსიტეტს და მეორე მხარეს ეს ბიძინას უნივერსიტეტი რო გვაქვს, გახსნის დღიდან მიანიჭეს სამუდამო ავტორიზაცია და არ სთხოვენ აკრედიტაციის გავლას. ანუ ის რაც განსაზღვრავს ხარისხს ბიზნეს უნივერსიტეტს არ ეხება და არც ითხოვენ. მაშინ როდესაც ეს ეხება ყველა სხვა უნივერსიტეტს და არის სავალდებულო ამ ყველაფრის გავლა.